ამდენ ახალგაზრდასთან ერთად შემიძლია რომ განვიხილო ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა, მე ვფიქრობ ყველა ახალგაზრდისთვის და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფრიდან იყო ზუსტად ის გულანთებული პროტესტი, რაც მე დავინახე რუსთაველზე, იმიტომ რომ ამან მე მაჩვენა და ნამდვილად დამიმტკიცა, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას უკეთესი მომავლის სწრაფვის ჟინს ნამდვილად ერთერთი ხელისუფლება ვეღარ წაართმევს და ჩემთვის ეს იყო ყველაზე ისეთი გამაძლიერებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ანგარიში გაუწია. და ყოველ შემთხვევაში ეხლა განცხადებას ამას კი და ნამდვილად რა თქმა უნდა მეც მინდა გულწრფელად რომ დავიჯერო რომ ხელისუფლებამ დაიხია სწორედ იმიტომ რომ ნახა ამდენი გულანთებული ახალგაზრდა, რომელიც გამოხატავდა საკუთარ პროტესტს და ჩემთვის ასევე ძალიან შეურაცხყოფელი იყო ნამდვილად, როდესაც პოლიტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს და ეს არაერთმა პოლიტიკოსმა გააკეთა, მათ შორის თავიანთი Facebook პოსტებით მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იხილეთ ასეთ ტიპის განცხადებები, თითქოს და ეს ახალგაზრდების მართლა ათასობით ახალგაზრდა, რომელიც სრულიად ორგანულად რაღაც რამდენიმე საათის მონაკვეთში გაჩნდა რუსთაველზე იყო მართული ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ძალიან შეურაცხყოფელია და სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები ასე აზროვნებენ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს შეუძლია მივიდეს და გააპროტესტოს რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თვლის, რომ უსამართლობა ხდება და არა იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. მაგრამ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ბოლომდე იმ ენთუზიაზმს მე ვერ გავიზიარებ, ამას მართლა გულისწყრომით ვამბობ, იმასთან დაკავშირებით თუ რა ეფექტი ქონდა ამ პროტესტს, რადგან გონია და შეიძლება ვცდები და ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, თუმცა მგონია რომ არა ბერა ივანიშვილის პოსტი დღეს ეს ადამიანები თავისუფალი არიან. ამაზე უნდა ვისაუბროთ უკვე რეკლამის შემდეგ. მე ვიცი რომ ნაჯას და ბექას ეჩქარებათ. ბექა, აი მოისმინეთ, ასეთი მოსაზრებაც არის, დანარჩენები რჩებიან ჩვენთან ერთად. რომ არა ბერას პოსტი არ ვიზიარებ იმ ენთუზიაზმს, რომ ბექამ რომ თქვი წერან რომ არა ის პროტესტი ბერაც ვერ გაბედავდა ამის თქმას თქო და მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. კი ბატონო, კაკი, თქვენ რა სიტყვით? მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ეს იყო საზოგადოების დამსახურება რა. ანუ აქ ყველა ახალგაზრდა და ყველა